ეს არის მერაბის პირველი ბრძოლა, რომელმაც მას UFC-ს საგზური მოუტანა. ეს კი ის შედეგია, რაც წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომით დაიდო. UFC-ს სუპერსუბუქი ჩემპიონის სტატუსი და რა თქმა უნდა საჩემპიონო ქამარი. ჩემი დასაბედნიეროდ ამ ბრძოლას ლას-ვეგასში მეც დავესწარი. პირადად მიულოცა გამარჯვება და პირველი ინტერვიუც ჩავწერე. ასევე თუ გახსოვთ, ვიდეო გადავიღე მერაბის წინა ბრძოლაზეც, სადაც ლოს-ანჯელესში ჰენრი სეხუდო ჰაერში ატრიალა, ხოლო ილიამ საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. მაგრამ დღეს მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა, რადგან რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვსაც უნდა ვასწავლოთ თავდაპირველად. დღეს, იმიტომ რომ ეხლა 18 იანვარია და მე ვარ ლოს-ანჯელესში იმისთვის, რომ მერაბს უღურშემატკივრო ტრადიციულად ადგილზე დარბაზიდან. როგორც გახსოვთ, ეს ბრძოლა ჩაინიშნა დეკემბერში, რაც ძალიან ახლოს იყო, დაახლოებით 3 თვეში მერაბის გაჩემპიონებიდან, მაგრამ როგორც მერაბმა თქვა, ამ ამბავს წინ უძღოდა ძალიან ბევრი ინტრიგები, შეურაცხყოფა, რა ვიცი, ბულინგი და ასე შემდეგ. ამიტომ მერაბმა გადაწყვიტა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვას. მაგრამ მოდი ბევრი რო არ ვიმერჩიელოთ, ამ ამბებს პირველი პირისგან, ჩემი მეგობრისგან და ოქროს ადამიანისგან, ვატოსგან მოვუსმინოთ. უჭორექი მოკლედ რო არის მესმის ზოგადად თქვენ ნახევარი რო ესე ბრძოლა აიღო, მოემზადო და მთელი რიგი ნიუანსები, მაგრამ ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრა, რომ მერაბი ფაქტობრივად სულ კემპში არის რა. ეს ადამიანი ორჯერ თუ არ ვარჯიშობს დღეში, ჩვეულებრივი დეპრესია ეწყება და ცუდად ხდება. წინაზე პიოტრიანის შემთხვევა იყო რა და მაშინ გვახსოვს როგორი ამბავი იყო რაღაც ეს რუსეთის თემა და ეხლაც რაღაცა მაკეთკენ მივდივართ ესენი რომ რუსეთის სახელით გამოდის უმარი. ეს ყველაფერი უფრო ესე მერაბისთვის ნეხია თუ мотиваციაა და როგორ უყურებს ამ ყველაფერს თვითონ. რა თქმა უნდა, უფრო მეტ პასუხისგებლობას ვხსნობთ. ვინ ძაბავს აქ სიტუაციას, ხო იცი? ეგეთი მომენტია, რომ უფრო ძაბავს ეგ სიტუაციას, მაგრამ ჩვენ მაინც უფრო ჯანსაღად სპორტულად უყურებთ პირველ რიგში და ეგ ყველაფერი უფრო შემდეგ რა. ანუ კიდევ ერთი მომენტი მინდოდა მე თქვა, რომ აწარმოების შემდეგ ისლამ მახაჩევიც გამოიყვანეს და დიდი პატივისცემით ელაპარაკა რა, როგორი რაღაცა უთხრა, იცი? დარწმუნებული ვარო, რომ ბრძოლის შემდეგ ჩამოვართმევთო ხელს ერთმანეს და ოქტაგონში დარჩებაო ეს ყველაფერი და ოქტაგონს გარეთ არ გაგრძელდებაო რა, ისლამმა უთხრა და ვიცი ზოგადად რა გზაც გაქვსო გამოვლილი, როგორი მებრძოლებიც ყავს დამარცხებული, როგორ მოიპოვე ეს ყველაფერი და ანუ დიდ პატივს გცემთო რა. ანუ უარი ცალკე შემთხვევა არის საერთოდ. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა ძმაო შენ რომ ესე ჩამოდიხარ სულ სფეროშიც იყავი, ეხლაც ჩამოხვედი. ძალიან ბევრს ნიშნავს სიმართლე გითხრა რა. აი ამ წონისკლების პროცესში ვაკ ქართველები გვხვდებოდნენ შემთხვევით სასტუმროში, მაგარი мотиваცია იყო, ძალიან მაგარი мотиваცია იყო. ვატოს არხი აღწერაში იქნება, ვისაც და გაინტერესებთ. ვატოს არხზე შეგიძლიათ გადახვიდეთ, უყუროთ ლაივებს, რომელსაც ძალიან ხშირად თავს ხოლმე და სხვა ბევრ საინტერესო ვიდეოს მსგავს თემებთან დაკავშირებით. ამასობაში მოვედით Intuit Dome-თან, სტადიონთან, რომელიც სულ ეხახანს გაიხსნა. საკმაოდ ახალია, სხვათა შორის, იმიტომ რომ აგვისტოში გაიხსნა, იტევს 18000 ადამიანზე მეც და ცოტა ხანში დაიწყება face-off-ები დაახლოებით 30 წუთში. რეალურად ეს უფრო პრესკონფერენციის დანიშნულება უფრო აქვს ამ ყველაფერს და ესე ვთქვათ, საბოლოოდ შეხვდებიან ერთმანეთს ჩვენი ფალავანი და დაღესტნელი. შემდეგ კი უკვე ხვალ საღამოს იქნება ბრძოლა, რომელსაც ასე გულმოდგინეთ ველოდებით. ესეც ასე მეგობრებო, შემოვედით, უკვე დაწყებულია პრესკონფერენცია და ძალიან მალე ვნახავთ მერაბს და უმარს ერთმანეთის პირისპირ და უკვე კარგი ვაიბებია და წარმომიდგენია ხვალ აქ რა მოხდება სოსო. სოსოსთვის პირველია UFC-ს ივენტზე ყოფნა, ჯერ არ დაწყებულა მართალია ბრძოლა, მაგრამ ამის საკეთ უმორებ ეხლა და ძალიან აი ქირან, ყურება საერთოდ სხვა. ემოციები აქ არის საერთოდ სხვა. face-off-ის ყურებაც კი სხვა არის, წარმოიდგინე. წარმოიდგინე და ბრძოლა რა იქნება, აქ რო ანგრევენ ერთმანეთს. მომნატრებია. It's gonna be great fight. You guys will enjoy. Let's go! Let's go! ამასობაში გათენდა მერაბის ბრძოლის დღე სულ რამდენიმე საათში. გავეშურებით სტადიონისკენ, სადაც გაიმართება მერაბის ბრძოლა. ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს, ვიცი რომ დღეს მაგრად ვინერვიულებ. მაგრამ მაგის პირობას გაძლევ. მერაბი გაიმარჯვებს. თქვენი მხარდაჭერად ზოგადად ქართველების ფიქრობ ძალიან დაეხმარება და უნდა გავიმარჯვებთ რა ყველა ვარიანტში. თქვენ უკვე გეცოდინებათ შედეგები, ძალიან საინტერესოა. უკვე გაინტერესებს ესე ვთქვათ, მაგრამ მანამდე ერთ კარგ საინტერესო ადგილას უნდა გავიაროთ. ეს არის ადგილი რენდის დონატი, რომელიც გადაღებულია Iron Man-ში. აი აქ არის წამოწოლილი ჩვენი ძმა Iron Man-ი და აქედან ელაპარაკება უკვე ფიური მოდის და დონატს მიირთმევს. დონატის ზომა ნახეთ. აუ რა მაგარია. პირველი დაგემოვნება რენდის დონატის გიორგის მიერ.
აი დონატია რა. სასწაულად რბილია. სასწაულად. ესეც ასე მოვედით მეგობრებო Intuit Dome-ში, სადაც რამდენიმე საათში კი არა და ალბათ საათ ნახევარში მერაბის ბრძოლა გაიმართება. პოსტერზეც ხედავთ, main card-ის პოსტერზე და ის გადაგვრჩენია გავიაროთ უსაფრთხოების ამბები და შევიდეთ შიგნით სტადიონზე. როგორც ყველა UFC-ის ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, აქაც ძალიან ბევრი მერჩი იყიდება. ერთს ვიყიდით თქვენთვის, სადაც ვეცდები რომ მერაბს მოვაწერინო ხელი, გადავწყვიტოთ ახლა რას ვიყიდე, გამოიწერეთ არხები და ლაიქეთ ეს ვიდეო და რა თქმა უნდა, ერთ-ერთ თქვენგანს ავარჩევ. ეს არის წინა მხარე, ეს არის უკანა, მე ეს მომწონს. კეპი მინდა აუცილებლად, დღეს სპეციალურად არ წამოვიღე სახლიდან კეპი, იმისთვის რომ აქ ამეღო. სანამ მერაბის ბრძოლა იქნება, მოდი შევხვდეთ, მოვძებნოთ ქართველები და ვკითხოთ ერთი-ორი სიტყვა, ვინ რას ფიქრობს. მერაბის ყველაზე მაგარი გულშემატკივარი, შენი პროგნოზი მითხარი, ყველას ვეკითხები, აი, როგორ ფიქრობთ, მერაბი როგორ გაიმარჯვებს? მე ვფიქრობ მე-3-4 რაუნდში გაგვდავს. მე-3-4 რაუნდი. მე-3-4 რაუნდში. Okay, let's see. მეგობრებო, ამაშტობაში დავინახე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი, გამარჯობა. გიორგი დანელია, სასიამოვნოა. როგორ ახალ? სალამ, ჩარტ. მერაბი როგორ გაიმარჯვებს? გაჯების გადაწყვეტილებით, თუმცა მან ყველას პასუხობ ხოლმე რომ თუ ძალიან არის დომინანტად ხო შეიძლება საჯების გადაწყვეტილებით გაუჭირდეს. ჩემი აზრით დომინაცია დიდი იქნება და გაიმარჯვებს. მადლობა წარმატებები შენ სამბებში. ბრძოლა ჩაინიშნა, როგორც ვიცი. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და იმედი მაქვს რომ მომეცემა შესაძლებლობა რომ ასევე გიგულშემატკირო ქართულ ხალხთან ერთად. აი, შენ რას ფიქრობ? როგორ მოიგებ შენი აზრით? ნოკაუტი იმედი გაქვს. ეგ იმედი მეც მაქვს და ნეტა ეგ გამოვიდეს. ჩარტ. წარმატებები. ნახეთ რა ხელა და რა მაგარია. ეხა არის ძალიან სიჩუმე, იმიტომ რომ ბრძოლის მომენტია და პლუს არის სიჩუმე, იმიტომ რომ დაძაბულობა არის და კიდევ იმიტომ არის სიჩუმე. არ არის ჯერ main card-ი დაწყებული რა. სასწაული ატმოსფეროა, მინდა გითხრათ, საერთოდ სხვა არის. ტელევიზორიდან ამ ყველაფრის ყურება და საერთოდ სხვა არის აქედან ამ ყველაფრის ყურება. გაორმაგებულია ემოციები და ერთი სული მაგროდის გამოვა მერაბი. ახალი სტადიონი არის აღჭურვილი უდიდესი ეკრანებით და ჩვენ ადგილი შევარჩიეთ ზუსტად ამის მიხედვით დაახლოებით აი ესეთ ადგილზე, რომ ეკრანზე ჩანდეს, ესე გამოიყურება თურმე 18,000 20,000 ადამიანი. ეგ არის მეგობრებო, იწყება მერაბის გამოსვლა. არ გაჩერდე. For the winner by unanimous decision and still Kaçulia, Kamaricania, Daumarcos Sara, Daumarcos, Edari. საქართველოს გაიმარჯვა! ტრადიციულად, როცა მერაბი იმარჯვებს, ესეთი ამბავი ხდება გამარჯვების ადგილას. მერაბის ფონზე. What do you think? Who is the stronger on this weight? I can say right now, I think Merab is the There you greatest, go. the greatest bantamweight of all time. Agree. All time. He beat everybody. He beat everybody. Yeah, that's true. Jose Aldo, Peter Yan, Cejudo, Umar. კლას გარეშე, მეგობრებო, after fight-ი, რამდენიმე წუთში მერაბი შემოგვიერთდება და აცი მეექვსე რაუნდი გამოიყურება აი ესეც ესეც ასე მეგობრებო, უილად არ ჩამოვედით
კარგად დაცდილი ჩამოსვლა კიდევ ერთხელ საბოლოო დადასტურდა. მერავის ჩემპიონობა განმეორდა და სხვათა შორის გავიგეთ დღეს რომ კიდე აპირებს 1-2-ჯერ ამ წელში დაცვას და რას ფიქრობ? სიამოვნებით ჩამოვა კიდე და უგუშევასკირე. მერავი დანიშნოს გაიმარჯვოს ჩვენ აქ ვარ. შენ მითხარი ახლა ფეხბურთზე დასწრება ჯობია თუ UFC-ზე? უცებ გაყიდა ფეხბურთი. არა, ფეხბურთის მაგარია სტადიონი, ძალიან მაგარია, მაგრამ აქ უფრო ნერვიულობ რა. ესეთი ემოციები მე არასდროს არსად არ მქონია მართლა. მეგობრებო, აი თუ ადგილზე არ გამოსდით, ვერ მიხვდებით როგორ ნერვიულობ. ეს იძახთა რომ ვაიმე ნერვიულობ, ვაიმე და თავი გვისკდება, ეხლა ტკივილ გამაყუჩებლისგან მივდივარ. გილოცავთ კიდევ ერთხელ გამარჯვებას და ულოცავ მერავს ამ დიდ გამარჯვებას. მადლობას ვეთქვი მას მისი შრომისთვის, მისი თავდადებისთვის და მადლობას ვეთქვი იმ ქართველობას, ვინც აქ არიან და გულშემატკივრებენ და რა თქმა უნდა, თქვენ ვინც უყურეთ ჩემი და სოსოს ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხები და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით